დღეს განვიხილოთ საიმედოობის მოთხოვნილება. მთვარიდან გამომდინარე, რამდენად სჭირდება ადამიანს საიმედო გარემო, უпростоად რუტინული გარემო, როგორც საიმედო, ესე იგულისხმება, ანუ რადგან ყოველდღიურობა იქნება რუტინული, შესაბამისად იქნება სტაბილური. ადამიანისთვის და შესაბამისად იქნება საიმედო. არის ორი ნიშანი, რომლითთვისაც რუტინა და ყოველდღიურობა ესეთი საიმედოობა სჭირდება ყოველდღიურობაში, ხასიათიდან გამომდინარე და ეს არის მთვარე თხის რქაში და მთვარე კუროში. ამ ორ ადამიანს ისედაც ყოველდღიურობა აქვს სტაბილური, აქვს მოთხოვნილება სტაბილურობის და რუტინული ყოველდღიურობის ხასიათიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანს სჭირდება სტაბილურობა, ზოგადად ბუნებით სტაბილურია, ესე ვთქვათ, და შესაბამისად მოთხოვნილებას დიდად არ ექნება არასტაბილური ყოველდღიურობის. გარდა ამისა, არიან ნიშნები, რომლებსაც სჭირდებათ სტაბილური ყოველდღიურობა, თუმცა შესაძლოა ამ ყველაფერს ვერ ხვდებოდნენ. ან ვერ მიხვდნენ ესე მარტივად, შედარებით უფრო პატარა ასაკში. ეს არის მთვარე კირჩხებში და მთვარე მორიელში. თუმცა მიზეზი თუ რატომ სჭირდებათ, ორივეს აქვს განსხვავებული. მთვარე კირჩხებში მეტისმეტად ემოციურია, მეტისმეტად ფრთხილია, შესაბამისად ზედმეტი ემოციურობის გამო მისთვის სასურველი არის საიმედო ყოველდღიურობა, შესაბამისად რუტინული ყოველდღიურობა. ანუ ვისაც მთვარე ჰყავთ კირჩხებში, მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ მისი ყოველდღიურობა იყოს კარგად გაწერილი და ყოველთვის იცოდეს რა ელოდება შემდეგ, ანუ როგორია მისი ყოველდღიური გეგმა, რას აპირებს ხვალ, რას აპირებს ზეგ და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერი უნდა იყოს გაწერილი, ყველაფერი უნდა იყოს შედარებით რაციონალურად გათვლილი და რუტინული, იმიტომ რომ ეს ასეთ ადამიანს დაიცავს ზედმეტი სტრესისგან. რაც შეეხება მთვარეს მორიელში, ესეთ ადამიანს აქვს შიში. იქიდან გამომდინარე, რომ მორიელი არის საკმაოდ ისეთი მერვე სახლის ნიშანია და შესაბამისად ინტენსიურობა მის ხასიათში არის ძალიან ისეთი თავდაცვაზე ხშირ შემთხვევაში ორიენტირებული და ყოველთვის სულ აქვს შიში იმისა, რომ მოხდება რაღაც ისეთი მოულოდნელი, რომელზეც მას გავლენა არ აქვს, რომელიც არ შეუძლია მას აკონტროლოს და ყოველთვის ამ შიში არის რაღაც მომენტში მოულოდნელად მოხდება რაღაც ინტენსიური მოვლენა, რაღაც მერვე სახლის მოვლენა, შესაბამისად სულ არის შიში და აქედან გამომდინარე, ესეთ ადამიანს განსაკუთრებით სჭირდება რუტინა, ყოველთვის სჭირდება დაგეგმილი ყოველდღიურობა, იქიდან გამომდინარე, რომ არ ქონდეს შიში, რომ ყოველთვის წამს რაღაც მოულოდნელი, რაღაც ინტენსიური და რაღაც ცუდი მოხდება. თუ მთვარე გყავთ კირჩხებში და მორიელში, უნდა ეცადოთ მაქსიმალურად, რომ სცადოთ ყოველ შემთხვევაში, რომ თქვენი ყოველდღიურობა იყოს რუტინული, იყოს გაწერილი, იყოს წინასწარ გათვლილი, მოერიდოთ ესე იმპულსურ და დაუფიქრებელ ქმედებებს, არ დაგეგმოთ არაფერი ესე ემოციებიდან გამომდინარე ან ცხელგულზე.